მოგესალმებით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სახელით. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში ბევრი კითხვა გროვდება აღრიცხვა ანგარიშგების მიმართულებით კანონის მოთხოვნებთან დაკავშირებით, გადავწყვეტეთ, რომ ამ კითხვებზე პასუხი ვიდეორგოლის საშუალებითაც მოგაწოდოთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეორგოლის საშუალებით მოწოდებული ინფორმაცია არის სარეკომენდაციო ხასიათის და მას არ აქვს იურიდიული ძალა. დავიწყოთ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კითხვით, ვის ეხება კანონი. კანონი ეხება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს. 2018 წლიდან კანონის მოთხოვნების შესრულებას აღრიცხვა ანგარიშგების მიმართულებით იწყებს საზოგადოებრივი დაინტერესების პირები, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები, ხოლო 2019 წლიდან მათ უერთდებათ მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოები. ჩვენ საუბრისას ვახსენეთ ზომითი კატეგორია და ბუნებრივია ჩნდება კითხვა, როგორ განსაზღვრო კატეგორია. იმისათვის, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ, შევიდეთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე saras.gov.gz-ზე, სადაც რეგულაციის ნაწილში ანგარიშგების ჩანართში არის ზომითი კატეგორიის გამომთვლელი. ზომითი კატეგორია განისაზღვრება 3 კრიტერიუმის მიხედვით. ეს არის აქტივების ჯამური ღირებულება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, საანგარიშგებო პერიოდში მიღებული შემოსავალი და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა. თითოეული კრიტერიუმისთვის კითხვის ნიშანი ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში გამოდის შესაბამისი განმარტება ან ბმული დოკუმენტზე, რომელიც დაგეხმარება სწორად დათვალოთ ზომითი კატეგორიისთვის აუცილებელი მონაცემი. მოდით განვიხილოთ მაგალითი. თქვათ, აქტივების ჯამური ღირებულება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმოს აქვს 107 მილიონი ლარი. საანგარიშგებო პერიოდში მიღებული შემოსავალი კი პირობითად 50 მილიონი ლარი. ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 86. გამოთვლა ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში პროგრამა ავტომატურად ითვლის ზომით კატეგორიას. ამ შემთხვევაში მივიღეთ მეორე კატეგორიის საწარმო. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზომითი კატეგორიის განსაზღვრას ვიწყებთ 2016 წლის მონაცემებიდან და თუ 2 უწყვეტი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში არ იცვლება თქვენი ზომითი კატეგორია, მაშინ ანგარიშგებას წარადგენთ ისე, როგორც წინა საანგარიშგებო პერიოდში წარადგენდით. ერთადერთი გამონაკლისის შემთხვევის გარდა, როდესაც თქვენი ზომა იზრდება 2 საფეხურით. რაც გულისხმობს შემდგომს. თქვათ, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდში თქვენ იყავით მესამე კატეგორიის საწარმო, ხოლო მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში თქვენ ხართ პირველი კატეგორიის საწარმო, მაშინ თქვენ მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგებას წარადგენთ როგორც პირველი კატეგორიის საწარმო. იმ შემთხვევაში, თუ 2016 წელს საწარმო იყო პირობითად მეორე კატეგორია, ხოლო 2017-ში ის არის მესამე კატეგორია, რადგან 2 უწყვეტი საანგარიშგებო პერიოდი არ გვაქვს, საწარმო ანგარიშგებას წარადგენს ისე, როგორც მეორე კატეგორია. და თუ 2018-ში საწარმო არის მესამე კატეგორია, ამ შემთხვევაში გვაქვს 2 უწყვეტი საანგარიშგებო პერიოდში ცვლილება 2016 წელთან შედარებით და შეიცვლება საწარმოს ზომითი კატეგორია, რომლის მიხედვითაც მან უნდა წარადგინოს ანგარიშგება. ანგარიშგების იმავე გვერდზე ყველა ზომითი კატეგორიისთვის, მათ შორის საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის არის ყველა აუცილებელი ინფორმაცია განთავსებული. მოდით განვიხილოთ მეორე კატეგორიის საწარმოს მაგალითზე. პირველ რიგში მოცემულია განმარტება, თუ ვინ არის მეორე კატეგორიის საწარმო კანონის მიხედვით. შემდგომ ანგარიშგების მოთხოვნები, როგორც ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნები, ასევე მმართველობის ანგარიშგების მოთხოვნები, აუდიტის მოთხოვნა, რომელიც ეხება ორივე ანგარიშგებას, ფინანსურსაც და მმართველობის ანგარიშგებას და ამავე ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ვადების შესახებ, როდის იწყებთ ანგარიშგების წარდგენას და ყოველწლიურად როდის წარადგენთ ანგარიშგებას. მადლობა ყურადღებისთვის.